გასული საუკუნიდან არსებობს უამრავი დაკარგული ადამიანის საქმე, რომლებიც ინდივიდუალური ტრაგედიის ფარგლებს გასცდნენ და გადაიქცნენ ხანგრძლივ საიდუმლოებებად, რომლებმაც არა მხოლოდ ოჯახები დატოვეს პასუხების ძიებაში, არამედ დღემდე საუკეთესო გამომძიებლებსაც კი უქმნიან გამოწვევას. ნომერი 10. 1988 წელს დომინიკ არდუენმა, ქალმა, რომლის ფესვები პარიზში, საფრანგეთშია, გადაწყვიტა გადასულიყო ფინეთში. მან იქ მუშაობა დაიწყო გიდად ფინეთის ლაპლანდიაში და შეინარჩუნა ორმაგი მოქალაქეობა. მისი ავტობიოგრაფიის მიხედვით მას საკმაოდ საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. ის ალპებში გაიზარდა მას შემდეგ, რაც ადრეულ ასაკში დაობდა. როგორც ამბობენ, მას კიბო დაუდგიდა, რისგანაც გამოჯამრთელდა. თუმცა მხოლოდ ბევრად მოვლენებით გაირკვა, რომ ეს მოკლე ბიოგრაფია გამოგონილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ თავისი წარსულის ამბავი თავად მოიგონა, დომინიკი მაინც პატივსაცემი ადამიანი იყო, რომელმაც ერთი მიზანი დაისახა და მასზე უარი არ თქვა. ეს მიზანი კი მოულოდნელად იქცა იმ უცნაური გაუჩინარების ფონდს, რომელიც დღემდე ამოუხსნელად რჩება. დომინიკს სურდა გამხდარიყო პირველი ქალი, რომელიც მარტო მიაღწევდა გეოგრაფიულ ჩრდილოეთ პოლუსს და იქამდე თხილამურებით მივიდოდა. 2001 წელს დომინიკმა ამ მიზნის მისაღწევად გაემართა და იმ გაზაფხულზე მან მაგნიტურ ჩრდილოეთ პოლუსს მიაღწია. 2003 წელს დომინიკმა გეოგრაფიული ჩრდილოეთ პოლუსისკენ გაემართა, მაგრამ ვერ შეძლო დაუნდობელი რელიეფის გადალახვა. ის თოვლიან გარემოში გადაარჩინეს, მაგრამ მანამდე მას ტინვისგან რამდენიმე თითი დაუზიანდა, რის გამოც მოგვიანებით ამპუტაცია დასჭირდა. მაგრამ დომინიკი არ დანებდა და 2004 წლის მარტში, 53 წლის ასაკში, მან მეორე მცდელობა დაიწყო, რომ გამხდარიყო პირველი ქალი, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსამდე მარტო თხილამურებით მივიდოდა. მისი ბაზა იყო ჩრდილოეთ ფინეთი, სადაც მისი დიდი ხნის მეგობარი თუომაი ანტინენი ფინეთის გარე აქტივობების ასოციაციის აღმასრულებელ მენეჯერად მუშაობდა. 5 მარტს დომინიკი ციმბირის არქტიჩესკის კონცხიდან გაემართა გეოგრაფიული ჩრდილოეთ პოლუსისკენ, ყინულის საფარის გადაკვეთით. მან თან წაიღო თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და საკვები, რომელიც 17 დღეზე ეყოფოდა. მიზნის მისაღწევად მას მოუწევდა გადაელახა მძიმე, თოვლიანი და უმოწყალო პირობები და კაიაკით გაევლო ყინულის ნაკადებს შორის. თუმცა მოგზაურობის დაწყებიდან ერთი დღის შემდეგ მან მოულოდნელად დაკარგა კავშირი თავის ბაზასთან. კომუნიკაციის არარსებობამ გამოიწვია დაუყოვნებელი საძიებო და სამაშველო ოპერაცია. მაშველი ვერტმფრენი ზემოდან წრეებს ატყამდა, იმ იმედით, რომ მის კვალს მიაგნებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დომინიკი ვერ იპოვეს, მაშველებმა სხვა მოგზაური, ფრედერიკ შიმერდ ბედე იპოვეს, რომელიც ერთი დღით ადრე სხვა მისიაზე გაუჩინარდა. შემდეგ დღეებში ჯგუფები დაბრუნდნენ იმ მარშრუტზე, რომელსაც როგორც ვარაუდობდნენ, დომინიკი მიუყვებოდა, მაგრამ უშედეგოდ. თელთვის ბოლოსთვის საძიებო სამუშაოები შეწყდა. მისი გაუჩინარების შემდეგ მეგობრებმა და კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ მისი ალპური გამოცდილების შესახებ მონაყოლის სიმართლეს არ შეესაბამებოდა და შეძლეს მისი დის და ბიძის პოვნა. ოჯახის წევრების თქმით, დომინიკი წარსულშიც გაუჩინარებულა, თუმცა მათ არ დაუკონკრეტებიათ რა გარემოებებში. ამ ნათესავების აზრით ის ჯერ კიდევ ცოცხალია და შესაძლოა უბრალოდ სხვაგან ცხოვრობს. დომინიკის ბიძის თქმით, შესაძლებელია მან ახალი ცხოვრება დაიწყო და შეიძლება რუსეთში იყოს. არ არის ცნობილი თუ რა ეცვა მაშინ 53 წლის ქალს გაუჩინარების დროს, მაგრამ მისი ამოცნობა ადვილად შეიძლება დაკარგული თითების მიხედვით, რომლებიც მოკინულობის შემდეგ ამპუტირებული ჰქონდა. მას აქვს ცისფერი თვალები და გაუჩინარების დროს მოკლედ შეჭრილი ქერათმა ჰქონდა. ინფორმაციის მიწოდება მის შესახებ შესაძლებელია უახლოეს პოლიციის განყოფილებაში ან შერიფის ოფისში. ნომერი 9. Kirkphone Ackermanis სამხედრო და სადაზვერო სამსახურში ჩართულობა, როგორც ჩანს, დაიწყო 90-იან წლებში, როდესაც ის ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში რუსული ენის ლინგვისტად მსახურობდა. ის ასევე იყო დაზვერვის ოფიცერი აშჭეშიშის საჰაერო ძალებში, სადაც ნატოს დაზვერვის დირექტორის მოადგილის როლი ეკავა კოსოვოში. Kirky დაჯილდოებული ოფიციალური პირი გახდა მტრის ტერიტორიაზე ოპერაციებში მონაწილეობისათვის. მისი ერთ-ერთი სამსახურებრივი მისიის დროს, 37 წლის ასაკში, ის 2003 წელს დაკარგულად გამოცხადდა. ოქტომბერი იყო და კირკი, რომელიც თავდაცვის დეპარტამენტის კონტრაქტორი იყო, დასაქმებული იყო კომპანია Ultra Service-ში, რომელიც სტამბოლში, თურქეთში მდებარეობდა. ის გაგზავნეს თიკრეთში, ერაყში, როგორც ოპერაცია ერაყის თავისუფლების ნაწილი, რომელიც იყო ხარვეზიანი გეგმა და უამრავი პრობლემით იყო დატვირთული. ამ პროექტში არსებული ზოგიერთი პრობლემა იყო პოლიტიკური ჩარევა, არარეალური მოლოდინები და ჯარისკაცთა სერიოზული ნაკლებობა. Kirky მითითებულია როგორც გაუჩინარებული 2003 წლის 9 ოქტომბერს, სწორედ მაშინ, როცა მისი მანქანა მიტოვებულად იპოვეს გზაზე კირკუქსა და თიკრეთს შორის. მანქანის აღმოჩენამდე რამდენიმე წუთით ადრე კირკმა დაურეკა თავის კოლეგას, რაიან მანელიქსს და აუხსნა, რომ საბურავი ჰქონდა დაშრობული და ანც ესჭირდებოდა.
როდესაც ადგილზე მივიდა რომ დახმარებოდა, კირკი არსად ჩანდა. მის მიტოვებულ მანქანაში იყო მთელი მისი აღჭურვილობა, მათ შორის სატელიტური ტელეფონი, კომპიუტერი და პორტფელი, ასევე დაუცველი $40,000 ნაღდი ფული. აშშ-ს არმიის კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის მთავარი შესნიგების თაღლითობის გამყოფილება იძიებდა როგორც კირკის გაუჩინარების საქმეს, ასევე მანილიკის მონაწილეობით მომხდარ სამწუხარო შემთხვევას, რომელიც 2 თვით ადრე მოხდა. მანილიკის მამის თქმით, მან მიიღო ელ-ფოსტა თავისი შვილისგან, სადაც ეს იყო აღნიშნული. მას ეჭვი ჰქონდა, რომ მისი ქოლეგები ულტრა სერვერში, რომელთა ვებგვერდიც ამტკიცებდა, რომ პენტაგონთან $14 მილიონი ღირებულების ბიზნესს აწარმოებდნენ, შესაძლოა ჩართულნი იყვნენ თაღლით საქმიანობაში აშშ-ს არმიის კონტრაქტების ოფიცრებთან ერთად. მანილიკის მიერ დაწერილ ელ-ფოსტა მიანიშნა, რომ მას თავისი სიცოცხლის ეშინოდა, თუმცა მიზეზი არ დაუკონკრეტებია. შესაძლოა სამხედრო კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტს CID ვერ დაედგინა კირკს უბედურება შეემთხვა თუ არა, რადგან ვარაუდობდნენ, რომ ის შეიძლებოდა გამტაცებლების წარუმატებელი მცდელობის მსხვერპლი გამხდარიყო, რაც შესაძლოა მანილიკის საქმესთან დაკავშირებული ყოფილიყო ან არა. ამასთან ერთად გამომძიებლებს დამატებითი ინფორმაცია არ გაუციათ, რადგან საქმე მაღალი პროფილისაა და გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. კირკი შეტანილია იმ 5 დაკარგული მამაკაცის სიაში, რომლებიც თავდაცვის დეპარტამენტის კონტრაქტორები იყვნენ, ოპერაცია უდაბნოს ქარიშხლის დაწყებიდან. მისი გაუჩინარება კლავაც გამათის საგანია. ის აღწერილია როგორც თეთრკანიანი მამაკაცი მოს ბიჩიდან, კალიფორნია. მას დარჩა მეუღლე და 3 შვილი, ხოლო ის იყო Civil Systems-ის მენეჯერი San Mateoში, კალიფორნია. მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ გრძელდება და მის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს უახლოეს პოლიციის განყოფილებას ან FBI-ს ბიუროს. ნომერი რა. ძმებსა და დებს შორის დგას იმაკულატა მერი ბასილი, კანადელი აბორიგენი ქალი, რომელიც პატრიციასა და სამუელის შვილია. მას ჰყავს 3 ძმა, ნიკი, პიტერი და ტრევი, ასევე 3 და, კრისტალი, იდა და სამანთა. მისი ახლობლების თქმით, იმაკულატა, რომელსაც ხშირად მაკის ეძახდნენ, უფრო ახლოს იყო თავის 2 უმცროსთან, კრისტალთან და იდასთან, რომლებმაც ის მზრუნველ ადამიანად დაახასიათეს. ის ყოველთვის ეხმარებოდა სხვებს, როგორც შეეძლო, როცა ვინმე სთხოვდა. მაკი დაიბადა 1985 წლის 8 დეკემბერს, რომაულ კათოლიკური დღესასწაულის, უნციკლო ჩასახვის დღეს, რაც ითვლება მისი სახელის შთაგონების წყაროდ. ის გაიზარდა მინდობით აზრდის სისტემაში თავის უმცროსდებთან ერთად, რამაც განაპირობა მათი განუყოფელი კავშირი. მისი ახლობლები მას ახასიათებდნენ როგორც ინტროვერტ ადამიანს. იშვიათად ესწრებოდა წვეულებებს, არ სვამდა და არ იღებდა გასართობ ნარკოტიკებს. მისთვის უფრო სასურველი იყო სახლში ყოფნა, დალაგება, სახლის მორთვა ან ინტერნეტში ყოფნა და თავის პატარა შვილთან დროის გატარება. სწორედ მისი ინტროვერტული ქცევისა და ფრთხილი ხასიათის გამო, ოჯახი ძალიან გაგურვებული დარჩა, როცა 2013 წელს გაიგეს, რომ მან მარტო წავიდა წვეულებაზე. მოვლენაზე, რომელიც მოულოდნელად მისი გაუჩინარების ფონს იქცა. 13 ივნისი იყო, როდესაც მაკი სახლიდან გავიდა და თაჩი რეზერვში წავიდა, რათა სახლის წვეულებას დასწრებოდა. საზოგადოებისთვის უცნობია კიდევ ვინ იმყოფებოდა იმ საღამოს შეკრებაზე და მხოლოდ 2 ადამიანი არის საჯაროდ დასახელებული. ერთ-ერთი მათგანი იყო კიტი, მაკის ბიძაშვილი, რომელსაც იმ ღამით შეხვდა. ასევე იუთვებოდნენ, რომ ის ვიქტორ სახელած მამაკაცის კომპანიაში იყო ნანახი, რომელიც ოჯახისთვისაც იყო ცნობილი. შუა ღამისას 14 ივნისს მაკი ვიქტორთან და კიტთან ერთად ტოვებს წვეულებას და მიდის ქუჯასთან ახლოს მდებარე კოტეჯში, რათა წითელი თუნუქი წამოიღონ. ისინი ერთად მგზავრობდნენ თეთრ-ლურჯი სატვირთო მანქანით და სწორედ ამ მგზავრობის დროს უცნობი გარემოებების გამო მოხდა იმაკულატა ბასილის გაუხსნელი გაუჩინარება. ეს იყო ბოლო დრო, როცა ვინმე ის ნახა ან მისგან რამე გაიგო. როგორც ამტკიცებენ, ვიქტორი 10 საათის შემდეგ ტაჩიში ნახეს და მისი ტანსაცმელი მკერდამდე სრელი იყო. იმავე დღეს მაკიმ ვერ უპასუხა შეშფოთებული დის ზარებს. და 3 დღის შემდეგ, მას შემდეგ რაც ოჯახმა რამდენიმე ადამიანს დაურეკა, ვინც მას იცნობდა, მათ კანადის სამეფო ცხენოსან პოლიციას აცნობეს ერთი შვილის დედის გაუჩინარების შესახებ. საქმის გამოძიებისას კანადის სამეფო ცხენოსანმა პოლიციამ დაკითხა კიტი და ვიქტორი, რომლებმაც განაცხადეს, რომ ლეო კრეკ Forest Service Road-ზე მგზავრობისას ავარიაში მოკვდნენ. მათი მონათხრობი ნაწილობრივ დადასტურდა, რადგან სატვირთოს ნაწილები იმ ტერიტორიაზე ხესთან ახლოს იპოვეს. მაკი, როგორც ისინი ამტკიცებდნენ, შემთხვევის შემდეგ მათგან გააიღო. ორივე მამაკაცი პოლიგრაფიულ ტესტებსა და სასამართლო ექსპერტიზას დაექვემდებარა. საჯო არაფერი აღმოჩნდა და ორივე თანამშრომლობდა. კანადის სამეფო ცხენოსანო პოლიციამ საძიებო ოპერაცია დაიწყო 1 კვირის შემდეგ, რაც ქალი დაკარგულად გამოცხადდა. მათ დაათვალიერეს ტერიტორია მიწიდან და ჰაერიდან, გამოიყენეს სამძებრო ძაღლებიც, მაგრამ არაფერი იპოვეს. იმ დროს, როდესაც ის გაუჩინარდა, იმაკულატა ეცვა ნაცრისფერი იოგას შარვალი, თეთრი ფერსაცმელები და შავი ჰუდი, რომლის წინა მხარესაც ნეგერჩხლის ფოთლის გამოსახულება იყო. მანთან წაიღო მუქი ლურჯი iPod Sharply და თეთრი ყურსასმენები.
ამ ნივთებიდან არც ერთი არ აღმოუჩენიათ იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ამბობენ, რომ ის გაუჩინარდა. როგორც კი საქმის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რამდენიმე ადამიანი გამოვიდა და განაცხადა, რომ ის უნახავთ. იმაკულატე გაუჩინარდა ტერიტორიაზე, რომელიც ითვლება ცრემლების გზატკეცილის ნაწილად. მისი საქმე მოჰყვა მისი ბიძაშვილის, Bonnie Mary Joseph-ის გაუჩინარებას, რომელიც რამდენიმე წლით ადრე ანალოგიურად გაუჩინარდა. იმაკულატე აღწერილია როგორც საშუალო სიგრძის შავი თმითა და ყავისფერი თვალებით. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 5 დუიმი, ხოლო წონა დაახლოებით 125 ფუნტია. ინფორმაცია მისი გაუჩინარების ან ადგილსამყოფელის შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ Fort St. James-ის კანადის სამეფო ცხენოსან პოლიციას შემდეგ მისამართზე. 50-996-8269. ნომერი 7. Todd Tran Harriman's მართლაც საოცარი ცხოვრება ჰქონდა. მისი ფესვები ვიეტნამს უკავშირდება, სადაც ის 1944 წლის თებერვალში დაიბადა. ის ქვეყნის სამხრეთ რეგიონში გაიზარდა, სადაც თაინენში, საიგონის გარეუბანში აღიზარდა. მისი სახლი საიგონის დინარის ნაპირზე იდგა, რაც მოგვიანებით მის ცხოვრებაში წყლის პირას ცხოვრებასთან განსაკუთრებულ სიახლოვეს აძლევდა. როცა ის 22 წლის იყო, მან თავისი პირველი ვაჟი, მინი გააჩინა. იმავე წელს მან ვიეტნამის ომში ქმარი დაკარგა, ხოლო 2 წლის შემდეგ 1968 წელს მან ამერიკელი ჯარისკაცი Clinton Harriman-ი აშშ-ს სავაჭრო ფლოტის ოფიცერი გაიცნო. Clinton და Tody ერთმანეთი ერთი ნახут შეიყვარეს და ვიეტნამურ ტრადიციულ ცერემონიაზე დაქორწინდნენ. ერთად მათ თაინინის შემოგარენში სახლი ააშენეს, სადაც მათ ქალიშვილი შეეძინათ, სახელად Tu Hongi. თუმცა მძვინვარე ომის გამო წყვილს უნდა შეემუშავებინა გეგმა, რომ გოგონა უსაფრთხოდ დაეცვათ, რადგან მისი ნახევრად ვიეტნამური და ნახევრად ამერიკული წარმოშობა მას სამიზნედ აქცევდა. ამ ცდილობამ ოჯახის სხვადასხვა ადგილას გადაიყვანა, მათ შორის მეინის კასკოს ყურის კლდოვან სანაპიროებზე და მექსიკის ყურის მეჩხერ წყლებში, სადაც ისინი წყლის პირას ცხოვრობდნენ და ფერად და ბედნიერ ცხოვრებასაც ეწეოდნენ. Tody მოხალისედ მუშაობდა ლტოლვილთა საავადმყოფოებში, როგორც ვიეტნამური ენის თარჯიმანი. ის კარგად გამოიმუშავებდა ფულს და უკვე ფიქრობდა ტეხასში დამატებითი უძრავი ქონების შეძენაზე, რათა გამქირავებელი გამხდარიყო და უფრო დაახლოებოდა თავის უკვე ზრდასრულ შვილსა და შვილიშვილებს. სახლი, რომელსაც ის განიხილავდა, კვლავ შესანიშნავ ხეთს მისცემდა ოკეანეზე. ის აღფრთოვანებული იყო იმით, რომ გადადიოდა ისეთ ადგილას, სადაც შეეძლებოდა ოჯახთან ახლოს ყოფნა და მოუთმენლად ელოდა ახალი ურთიერთობების დამყარებას. ის ოცნებობდა, რომ შვილიშვილებისთვის თევზაობა ესწავლებინა და ახალ ქალაქში ვიეტნამურ საზოგადოებაში თავისი წვლილი შეეტანა. მაგრამ Tod's ეს შესაძლებლობა აღარ მიეცა. ეს იყო 2001 წლის ზაფხული, როცა 57 წლის Todმა შეადგინა მარშრუტი Leg City-ს, სადაც ის თავის შვილს სტუმრობდა და Corpus Christi-ს, ტეხასს შორის, სადაც უძრავი ქონების შეძენას აპირებდა. მისი გეგმა იყო, რომ ხედებით გამორჩეული გზით 35 ავტომაგისტრალით ემზავრა, რათა პოტენციური სახლები მოეძებნა. მან დატოვა თავისი შვილის სახლი 2001 წლის 12 ივლისს, დილის 5 საათისთვის, თავისი 1985 წლის Lincoln Continental-ით, რომელზეც იყო ინდივიდუალური ფლორიდის სანომრე ნიშნით Todsi. მანქანის უკანა ბამპერზე ჰქონდა პატარა კვადრატული სტიკერი წარწერით PJC, ხოლო წინა მხარეს საზღვაო სპეციალური დანიშნულების ძალების ემბლემა. ინდილის დაახლოებით 8:30 საათზე, მას შემდეგ რაც 3 საათი და ნახევარი იყო გასული მისი წასვლიდან, Todsis ერთ-ერთმა მეგობარმა სცადა მასთან მობილური დაკავშირება. ტელეფონმა 4-ჯერ დარეკა, სანამ ხმოვან პოსტაზე გადაერთებოდა, რაც მიუთითებდა, რომ მოწყობილობა ჩართული იყო. 10:30 საათზე მეგობარმა კიდევ ერთხელ სცადა მასთან დარეკვა და ამჯერად ტელეფონი პირდაპირ ხმოვან პოსტაზე გადავიდა, რაც ნიშნავდა, რომ მოწყობილობა უკვე გამორთული იყო. იმ საღამოსთვისაც, როცა მისგან ისევ არ იყო ხმა, მის ოჯახსა და მეგობრებში შეშფოთება გაჩნდა. მისმა ვაჟმა საბოლოოდ დარეკა იმ ადგილას, სადაც დედამის იმ ღამით დარჩენა ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ Tody იქ არასდროს მისულა. მეორე დღეს ქალი ადგილობრივ პოლიციაში დაკარგულად განაცხადეს. შემდგომში ფართომასშტაბიანი ძებნა ჩატარდა Leg City-სა და Corpus Christi-ს შორის, მაგრამ ამ ცდილობებს Todys გაუჩინარების შესახებ არანაირი კვალი არ მიუცია. Lincoln-იც ასევე არასოდეს უპოვიათ და ისიც ისეთივე გაუჩინარებულია, როგორც Tody. არსებობს მხოლოდ ფრაგმენტული ინფორმაცია Todys გაუჩინარების შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში გაჩნდა, მაგრამ არც ერთ ამ კვალს შედეგი არ მოუტანია. Todys რამდენიმე დაუდასტურებელი ნახვა დაფიქსირდა ტეხასსა და ფლორიდას შორის. მოცემებმა ასევე განაცხადეს, რომ ის დაუდგენელ აფრო-ამერიკელ მამაკაცთან ერთად ნახეს. მისი აღწერით ის გამხდარია და იმ დროს დაახლოებით ოციანებში უნდა ყოფილიყო. ის ჰიუსტონის რაიონში მანქანის მართვისას ნახეს იმ დღეს, როდესაც Tody გაუჩინარდა და ამ საქმეში შესაძლო ეჭვმიტანილად არის მითითებული. Leg City-ს პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით ეჭვობენ დანაშაულებრივ ჩარევას. Todd Tran Harriman აზიელი ქალია, რომელსაც აქვს შეჭავარავებული შავი თმა და ტავისფერი თვალები. ის ვიეტნამური წარმოშობისაა და აქვს ნაწიბურები მუცელზე, რომელთაგან ერთი საკეისრო კვეთის შედეგია, ხოლო მეორე ჰისტერექტომიის. ასევე ცნობილია, რომ ის ატარებს სათვალეს. მისი გაუჩინარების დროს ცნობილია, რომ მას მარცხენა მაჯაზე ეცვა 7 ოქროს სამაჯური, ბრილიანტის ყელსაბამი, მაისური, შორტები და სანდლები.
ინფორმაცია მისი გაუჩინარების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ League City-ის პოლიციას ნომერზე 291 322 2566. Number 6. საზოგადოებისთვის ბევრი არაფერია ცნობილი Chastity Reedy-ის წარსულსა და პირად ცხოვრებაზე. ის დაიბადა 1978 წლის 22 აგვისტოს და 2002 წელს ცხოვრობდა Little Rock-ში, Arkansas-ში. ის ძალიან საყვარელი წევრია თავისი ოჯახის და ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბიძაშვილებთან. ხანდახან მეგობრები და ოჯახის წევრები მას მეტსახელად პუტინს ეძახდნენ. ასევე ამბობდნენ, რომ მას ჰქონდა სამედიცინო მდგომარეობა, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რა მდგომარეობაზე იყო საუბარი. Chastity-ის ისტორია იწყება 2002 წლის 26 ოქტომბერს, როდესაც მან Greenwood-დან, Mississippi-დან ოჯახის წევრს დაურეკა. მან ნათესავს აცნობა, რომ Greenwood-ში იმყოფებოდა და გეგმავდა Mississippi შტატის სკუბაში გამგზავრებას. მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა Meridian-შიც გაჩერებულიყო, რომელიც სკუბისკენ მიმავალ გზაზეა. ის იქ თავის რამდენიმე ბიძაშვილს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ამ სატელეფონო ზარის შემდეგ, როგორც ჩანს, აღარავის უნახავს, ან გაუგონია მისი ამბავი. 24 წლის Chastity მოგზაურობდა ტურკუსის ფერი 1988 წლის 4-ქარიანი Ford კონტურით, როდესაც გაუჩინარდა. არ არის ცნობილი მიაღწია თუ არა Chastity-მ ბიძაშვილის სახლამდე, რაც ართულებს საძიებო ადგილის განსაზღვრას. ან Chastity გაუჩინარდა Greenwood-სა და Meridian-ს შორის, ან Meridian-სა და Scuba-ს შორის. შესაძლოა Chastity ასევე გაუჩინარდა მაშინ, როცა სახლში Little Rock-ში ბრუნდებოდა. ამ რაიონებიდან არც ერთში არავის ქონია კონტაქტი Chastity-თან და არც Chastity-ის ან მისი მანქანის შესაძლო ნახვის შემთხვევა დაფიქსირებულა. ხელისუფლებამ გაჩხრიკა ზოგადი ტერიტორია და ის მარშრუტი, რომელსაც მათი აზრით ახალგაზრდა ქალი მიყვებოდა, მაგრამ მის ადგილსამყოფელზე არანაირი კვალი არ აქვთ. მისი მანქანა, რომელსაც Arkansas-ის სანომრე ნიშნები აქვს, მისი გაუჩინარების დრიდან აღარავის უნახავს. მისი საქმე კვლავ გაუხსნელად რჩება, ხოლო Chastity დაგარგულად და საფრთხეში მყოფად არის გამოცხადებული. მისი გაუჩინარების საქმეზე ეჭვმიტანილები არ დასახელებულან, ასევე 2026 წლისთვის არც მისი ნახვის შემთხვევები და არც რაიმე კვალი არ დაფიქსირებულა. Chastity ახლა 47 წლის იქნებოდა. ცნობილია, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ასევე ცნობილია, რომ ის თავის მეტსახელს პუტინს იყენებს გვარის სახით. ის აღწერილია როგორც აფროამერიკელი ქალი, შავი თმითა და ყავისფერი თვალებით. მისი სიმაღლე დაახლოებით 5 ფუტი და 7 დუიმია, ხოლო წონა დაახლოებით 320 ფუნტს შეადგენს. ორივე ყური გახრტილი აქვს და როდესაც გაუჩინარდა, ეცო მწვანე ელასტიკური შარვალი და თეთრი პერანგი. გამომძიებელი სააგენტოა კემპერის ოლქის შერიფის ოფისი და მათთან დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე 601173225. ნომერი 5. Haris Trubaciul დაიბადა თურქეთში 1967 წელს და 1993 წელს ოჯახთან ერთად გადავიდა კანადაში. ის ახალგაზრდა ასაკში დაქორწინდა, მაგრამ ეს ქორწინება მალე დასრულდა. რამდენიმე წლის შემდეგ ხელახლა დაქორწინდა, მაგრამ ეს ქორწინებაც არ გაგრძელდა დიდხანს. მაგრამ არც ერთი ანწარმოებებელი ურთიერთობა არ შეუშლია ხელი სიყვარულის ძიებაში. 2008 წელს შობის წვეულებაზე ის მოიხიბლა 29 წლის რიზა ხოსათი, რომელსაც იმ დღეს შეხვდა. ისინი სწრაფადვე რომანტიკულად დაახლოვდნენ და მომდევნო თვეებში ჰათისი რამდენჯერმე გაემგზავრა ნიუ-იორკში, სადაც რიზა ცხოვრობდა. იმ დროს, როდესაც ცხვილი დაინიშნა, აღმოჩნდა, რომ რიზა დაქორწინებული იყო ამერიკელ ქალზე სახელად Winsome Angela Perez-ი, მაგრამ ჰათის უთხრეს, რომ ისინი განქორწინების პროცესში იყვნენ. მართალია ეს თუ არა გაურკვეველია. შემდეგ წელს 2009-ში 32 წლის ქალი გაუჩინარდა, როდესაც ნიუ-იორკში მიემგზავრებოდა თავისი შუარმანძილზე მცხოვრები მეგობარი ბიჭის სანახავად, რომელიც წარმოშობით თურქეთიდან იყო. ჰარისმა დატოვა თავისი ოჯახის Toronto-ის სახლით 13 ივნისს, გეგმავდა რისსთან შეხვედრას და მასთან რამდენიმე დღის გატარებას. მას ბოლოს ნახავდნენ თავის ყავისფერ 2007 წლის Toyota Corolla-ში, როცა Toronto-ში Bloor Street West-სა და Lansdowne-ის Avenue-ზე მიდიოდა. ის აღარ დაბრუნებულა კანადაში და მასზე აღარაფერი სმენიათ. რამდენიმე დღის შემდეგ, 21 ივნისს, მისი გამგზავრების შემდეგ, ნიუ-იორკში John F. Kennedy-ის საერთაშორისო აეროპორტში მიტოვებული მანქანის შესახებ განაცხადეს. მანქანა იყო Toyota Corolla, Ontario-ის სანომრე ნიშნით. მანქანა ეკუთვნოდა დაკარგულ ქალს და როგორც კი მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადეს, სამართალდამცველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს საქმის გამოძიება. მათ შეამოწმეს საბანკო ანგარიშები, მობილური ტელეფონის ჩანაწერები და Facebook-ი, რომელთაგან არც ერთი არ ყოფილა აქტიური, მას შემდეგ რაც ის გაუჩინარდა. ასევე გაირკვა, რომ იმავე დღეს, როდესაც მისი მანქანა აეროპორტში იპოვეს, მისი სახელით ავიაბილეთი თურქეთში იყო შეძენილი. მაგრამ დაკარგული ქალი იმ რეისზე, ან საერთოდ რომელიმე სხვა რეისზე არ ასულა და არც მისი თურქეთში შესვლის რაიმე ჩანაწერი არსებობს. Rissa, თურქი ემიგრანტი, რომელიც Long Island-ში ფოლადის ქარხანაში შემდუღებლად მუშაობდა, შეერთებული შტატები დატოვა მისი გაუჩინარებიდან მალევე, 30 ივლისს. ის თავის სამშობლოში მიემგზავრებოდა ერთდროული ბილეთით. მისი ცოლი Angela იმავე დროს გაუჩინარდა. საინტერესოა, რომ Angela-ს მანქანაც მიტოვებული იპოვეს იმავე აეროპორტში, სადაც ჰათისის მანქანა, 4 თვის შემდეგ, რაც მისი ქმარი თურქეთში წავიდა.
ის მოგვიანებით იპოვეს არასასურველ გარემოებებში, რამაც პოლიციას უბიძგა გამოეცხადებინა რისახოსა, როგორც გამოძიებისთვის საინტერესო პირი, ანჯელას გაუჩინარებასა და ჰატისის გაუჩინარებაში, რადგან ეჭვობდნენ დანაშაულებრივ ქმედებას. მაგრამ შესაძლო ეჭვმიტანილი ეხლა უკვე გარდაცვლილია. გამომძიებლები არ ფიქრობენ, რომ ჰატის ოდესმე ნიუ-იორკი დატოვა, მაგრამ მინიშნებები იმის შესახებ, თუ სად შეიძლება აღმოჩენილიყო, ძალიან ნაკლებია. მისი გაუჩინარება კვლავ გაუხსნელად რჩება და ის კლასიფიცირებულია როგორც დაკარგული და საფრთხეში მყოფი. ის აღწერილია როგორც კავკასიური წარმოშობის ქალი, რომელსაც ჰქონდა შავი, მხრებამდე სიგრძის თმა და ყავისფერი თვალები. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 1 დიუმი, ხოლო წონა 130 ფუნტი. ამბობენ, რომ მას აქვს პატარა ნაიარევი მარცხენა ლოყაზე და ბოლოს ნახეს თეთრ შარვალში, თეთრ ბერანგში და შავ მაღალქუსლიან ფეხსაცმელში. ინფორმაცია ჰარისის გაუჩინარების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ თორონტოს პოლიციის დაკარგულთა განყოფილებას ნომერზე 416 888 ინფორმაციის მიწოდება ასევე შესაძლებელია ონლაინ მისამართზე 222tips.com ან თორონტოს პოლიციის Facebook გვერდზე. ნომერი 4 საწყალისვა. მისი საქმე ერთ-ერთია იმ მრავალ გაუჩინარებას შორის, რომელთაც სამწუხაროდ ინფორმაცია არ გვყვრით, რის გამოც საქმე ჩიხშია შესული. და იძულებულს ხდის გამომძიებლებს დაეკორდნონ მხოლოდ საზოგადოების დახმარებას, რომელიც თავის მხრივ მოწოდებულ ინფორმაციაზეა დამოკიდებული. ფურის საქმე კი მხოლოდ ძირითად ინფორმაციას შეიცავს. მისი წარსულის, აზრდის, ფესვების ან პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. საზოგადოებას მიეწოდა დაკარგული ქალის გარეგნობის ძირითადი აღწერა და იმ მოვლენების ძირითადი ქრონოლოგია, რომლებმაც მის გაუჩინარებამდე მიიყვანა. ინფორმაციის ნაკლებობა არ აუქმებს იმ ფაქტს, რომ ის დაკარგული ადამიანია, რომლის საქმეც უნდა იყოს განხილული. ეს იყო 2002 წლის 12 მარტი, როდესაც პურ, რომელიც იმ დროს 22 წლის იყო, ბოლოს მინეაპოლისში, მინესოტაში ნახეს. უცნობია რა გარემოებებში იმყოფებოდა ის იმ ტერიტორიაზე, ან იყო თუ არა იქ ცხოვრები, მაგრამ სწორედ აქედან გაუჩინარდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს და არც არაფერი სმენია მის შესახებ. ერთი კვირის შემდეგ, რაც მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადეს, მისი ავტომობილი, რომლის აღწერაც არ არსებობს, მიტოვებული იპოვეს. საზოგადოებისთვის არ გამოუცხადებიათ, სად ან როგორ იპოვეს ავტომობილი, მაგრამ დაკარგული ქალი არც მის შიგნით და არც მის გარშემო არ ყოფილა. ავტომობილის აღმოჩენით მთავრდება პურის საქმის ქრონოლოგია, ხოლო ბრუკლინ ცენტრის პოლიციის დეპარტამენტი აგრძელებს გამოძიებას და მხოლოდ მინიშნებებზეა დამოკიდებული. გამომძიებლებს ზუსტად არ შეუძლიათ თქვან რა ეცვა მას გაუჩინარების დროს, მაგრამ ეხლა ის 46 წლის იქნებოდა და უკვე 24 წელია დაკარგულია. მისი აღწერილობით ის იყო აზიელი ქალი, რომელსაც გაუჩინარების დროს შავი თმა და ყავისფერი თვალები ჰქონდა. მისი სიმაღლე 4 ფუტი 9-დან 4 ფუტი 11 დიუმამდე იყო, იწონიდა 110-დან 120 ფუნტამდე და ამბობდნენ, რომ ქვედა ქუთუთოებზე ლურჯი თვალის კონტურის სტატუ ჰქონდა. თმა, რომელიც ოდნავ უფრო ბრძელი იყო ვიდრე მხრების სიგრძე, გაუჩინარების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბრუკლინ ცენტრის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 763 569 3323. 33. მესამე, ბუნების მოყვარული, გამოცდილი მოლაშქრე, საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალ-მაიორი. ეს ტიტულები ასახავს უილიამ ნაკსლონის ცხოვრებას, რომელიც იყო ასტრონავტიკის ინჟინერი და საჰაერო ძალების კვლევითი ლაბორატორიის ყოფილი მეთაური. სამხედრო კარიერის განმავლობაში უილიამი 2007 წელს პენტაგონში გადაიყვანეს, სადაც ის ხელმძღვანელობდა კოსმოსური შეძენის განყოფილებას საჰაერო ძალების მდივნის ოფისში. 2009 წელს ის დაწინაურდა და დაინიშნა სპეციალური პროგრამების დირექტორად თავდაცვის შეძენის, ტექნოლოგიებისა და ლოგისტიკის ოფისში. ამ პოზიციაზე მას სრული ცდომა ჰქონდა ამერიკის ყველაზე სენსიტიურ ინფორმაციაზე, მათ შორის ცოდნაზე, პროგრამებსა და გაუმჟღავნებელ შესაძლებლობებზე. მისი სამსახურისთვის უილიამს აქვს რამდენიმეჯერ ჯილდო და ორდენი, მათ შორის ბრინჯაოს სამსახურებრივი ვარსკვლავი, რამდენიმე მუხის ფოთლის კლასტერი, მცირე იარაღის ექსპერტის სროლის ლენტი და ერთობლივი დამსახურებული დანაყოფის ჯილდო. სამხედრო კარიერის შემდეგ უილიამმა დაიწყო მუშაობა Applied Technology Associate-ში, ტექნოლოგიების დირექტორის პოზიციაზე. მისი სამუშაო ადგილი მდებარეობს ალბუკერკეში, ნიუ-მექსიკოში, სადაც ის ასევე ცხოვრობს. უილიამი ამ წლის დასაწყისში გაუჩინარდა და ის შეტანილია იმ 11 მეცნიერის სიაში, რომლებიც 2024 წლის შუა პერიოდიდან მოყოლებული აუხსნელად გაუჩინარდნენ. ამ გაუჩინარებულ პირებს ყველას აქვთ მაღალი დონის უსაფრთხოების დაშვება, რაც მათ გაუჩინარებას განსაკუთრებით შემაშფოთებელს ხდის. ოფიციალური ანგარიშების მიხედვით 68 წლის უილიამი 2026 წლის 27 თებერვალს დილით ალბუკერკეს სახლში გავიდა და უკან დატოვა რამდენიმე პირადი ნივთი, მათ შორის სათვალე, ტარებადი მოწყობილობები და მობილური ტელეფონი. მას შემდეგ ის აღარავის უნახავს და არც არაფერი სმენიათ, რაფერი სმენიათ მისგან. იმავე დღეს ნიუ-მექსიკოს ბერნალეოს საგრაფოს შერიფის ოფისმა უილიამსის Silver Alert-ი გამოაცხადა. მოხსენებები მიუთითებს, რომ უცნობია სად მიდიოდა ან რა ეცვა მას დასვლის დროს.
სახლში ძებნისას გამომძიებლებმა შენიშნეს, რომ რამდენიმე ნივთი აკლდა, მათ შორის ლაშქრობის ჩექმები, წითელი ზურგჩანთა, საფულე, ასევე 38 კალიბრის რევოლვერი და მისი ტყავის ბუდე. შემდეგ გაიწყო მიმდებარე ტერიტორიის საძიებო ოპერაცია. მისი სახლი კი კლდეებითა და კანიონით იყო გარშემორტყმული, რომლებიც საფუძვლიანად დაათვალიერეს ინფრაწითელი კამერებით აღჭურვილმა ვერტფრენებმა. ჯგუფები ღამით ტერიტორიაზე დაფრინავდნენ იმედით, რომ მათი ტექნოლოგია თბურ კვალს დააფიქსირებდა. თუმცა თბილმა გაზაფხულის ამინდმა რელიეფი მათ წინააღმდეგ მოაქცია. ქელი მთა განათებული იყო, რის გამოც რთული იყო კლდეების სითბოსა და ადამიანის სხეულის სითბოს გარჩევა. მიუხედავად ყველა მცდელობისა, უილიამის კვალი ვერ აღმოაჩინეს. 8 დღის შემდეგ გამომძიებლებმა აღმოაჩინეს ნაცრისფერი აშტშ საჰაერო ძალების სპორტული ზედა იმ სახლის მახლობლად, საიდანაც ამბობდნენ, რომ უილიამი გაუჩინარდა. თუმცა მის ოჯახს ჯერ არ დაუდასტურებია, ეკუთვნოდა თუ არა ის მას. იმაზე დაყრდნობით, რაც მათ გამოიწიეს, ოფიციალური პირები ვერ ამბობენ, რატომ გადაწყვიტა უილიამმა სახლის დატოვება, ან იყო თუ არა ვინმე ამაში ჩართული. მათ ასევე გადაამოწმეს საათობით ვიდეო თვალთვალის ჩანაწერები, მაგრამ ესეც უსარგებლო აღმოჩნდა. უილიამის გაუჩინარებასთან დაკავშირებული ოფიციალური ჩანაწერები მიუთითებდა, რომ მას გონებრივი დაბინდვა ჰქონდა და განიცდიდა დაუზუსტებელ სამედიცინო მდგომარეობას. სწორედ ამის გამო მან დაატოვა რამდენიმე ჯგუფი, რომელთა უმეტესობა სამეცნიერო მიმართულების იყო. მიუხედავად შესაძლო გონებრივი დაქვეითებისა, უილიამი აღწერილი იყო როგორც ოთახში ყველაზე ჭკვიანი და ასევე ძალიან უნარიანი ადამიანი. მისი გაუჩინარება უდავოდ არ შეესაბამება მის ხასიათს. მიმდინარე წლის აპრილიდან ეს გაუჩინარებები თეთრი სახლის გამოძიების ქვეშ მოექცა, როგორც ფართომასშტაბიანი გამოძიების ნაწილი, რომელიც ეხება მაღალი დონის უსაფრთხოების დაშვების მქონე პირების გაუჩინარების მოვლენებს, რომელთა უმეტესობა ჯერ კიდევ გაუხსნელია. სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, სამედიცინო პრობლემების გამო ისინი შეშფოთებულნი არიან მისი უსაფრთხოებით. უილიამ მაკესლენი ბოლოს ნახეს Quail Ranch რაიონში 27 თებერვალს, დაახლოებით 11 საათზე უცნობი მიმართულებით მიმავალი. 68 წლის მამაკაცი აღწერილია როგორც თეთრკანიანი, ცისფერი თვალებითა და თეთრ ნაცრისფერი თმით. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 11 ინჩი, ხოლო წონა დაახლოებით 160 ფუნტია. ასევე ცნობილია, რომ ის ატარებს სამედიცინო სათვალეს. ინფორმაცია ამ საქმის ადგილსამყოფელსა და გარემოებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიაწოდოთ დაკარგულთა განყოფილებას ნომერზე 15 05 46 87 070. ნომერი 2. Mary Dennis Lancey დაიბადა 1964 წლის სექტემბერში. 2004 წლისთვის მას უკვე 2 ზედასული შვილი ჰყავდა და ოჯახთან ერთად მარშალში, მიჩიგანში ცხოვრობდა. იმავე წელს მისი მშობლები გადავიდნენ საცხოვრებლად და კალიფორნიაში დასახლდნენ. მისი დედა ანიტა სურდა, რომ ქალიშვილი მათთან ერთად დასავლეთში გადასულიყო, მაგრამ მას მიჩიგანში დარჩენა უნდოდა, რადგან ბებიად გახდომისთვის ემზადებოდა. 39 წლის ქალი მარშალში, Arm Street-ის 1200 ბლოკში მდებარე ბინაში ცხოვრობდა. ის იქ თავის საცოლესთან, Christopher Luke Pratt-თან ერთად ცხოვრობდა. ეს მოხდა ზუსტად 2 დღის შემდეგ, რაც მისი მშობლები კალიფორნიაში გადავიდნენ საცხოვრებლად, როდესაც მერი თავისი სახლიდან გაქრა Christopher Luke Pratt-თან კამათის შემდეგ. ბოლოად, ის 2004 წლის 12 მარტს საღამოს 10-დან 10:30 საათამდე ნახეს. მისი საქროს თქმით, მერიამ უთხრა, რომ გასეირნებას აპირებდა და უყურებდა, როგორ წავიდა ის მათი კომპლექსის ავტოსადგომის მიმართულებით. შემდეგ ის სიბნელეში გაუჩინარდა. მერია იმ საღამოს სახლში აღარ დაბრუნებულა და მას შემდეგ არც უნახავთ და არც არაფერის მენიათ მის შესახებ. 2 დღის შემდეგ, რაც მერია ბოლოს ნახეს, ქრისტოფერმა კალიფორნიაში თავისი საცოლის ოჯახს დაურეკა და კითხა, ხომ არ იყო ის იქ წასული. ეს ზარი უდავოდ შემაშფოთებელი იყო ოჯახისათვის, რომელმაც მერია მას შემდეგ აღარ უნახავს, რაც მიჩიგანი დატოვეს. გაფრთხილებამ დაკარგული ქალის ძმა აიძულა, რომ მარშალის პოლიციის დეპარტამენტს დაკავშირებოდა და მისი დაკარგვა ეცნობებინა. სამართალდამცველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს გამოძიება, რამაც ისინი მერიის საერთო ბინაში მიიყვანა. აქ მათ აღმოაჩინეს, რომ მერიმ გასვლისას დატოვა თავისი გასაღებები, მობილური ტელეფონი, ნიშნობის ბეჭედი, ტანსაცმელი და თავისი Dodge Durango. თუმცა სახლში არ იყო მისი თეთრი ბადისებრი ჩანთა, რომელიც როგორც ქრისტოფერი ამბობს, იმ საღამოსთან წაიღო. იმ ღამის შემდეგ მერის არც ერთ ანგარიშზე არანაირი აქტივობა არ დაფიქსირებულა. გამომძიებლებმა რამდენიმე საათის უსაფრთხოების კამერების ჩანაწერები გადაამოწმეს, სადაც მარშალის პარტიის თორის ერთ-ერთმა კამერამ მერი დაახლოებით 6:30 საათზე დააფიქსირა. 12 მარტს გაუჩინარებამდე რამდენიმე საათით ადრე. ოჯახმა მოგვიანებით კერძო დეტექტივი დაიქირავა, რომელმაც დაადგინა, რომ მერი პარტიის სტორში მივიდა, სანამ თავის საცოლეს მეზობელ სალონში შეხვდებოდა. მტკიცებით მოთმეებმა წველის კამათი გაიგეს და ორივე მალევე წავიდა. ის იმ საღამოს მეგობართან შეხვედრას გეგმავდა, მაგრამ როცა მეგობარი მის წასაყვანად მივიდა, ქრისტოფერმა დაჟინებით განაცხადა, რომ მერი ვეღარ შეხვდებოდა. სამართალდამცველებმა გამოიყენეს სამძებრო ძაღლების ჯგუფები, რომლებმაც კვალს ახლონდებარე სასტუმრომდე მიაკვლიეს. მაგრამ ამაზე მეტი ვერაფერი იპოვეს.
Christopher-მა სამართალდამცველებთან კომუნიკაცია შეწყვიტა და მისი საცოლის გაუჩინარების შემდეგ მას რამდენიმე ბრალდებით მიუსაჯეს სასჯელი, რომლებიც მის საქმეს არ უკავშირდებოდა. ის 2013 წელს პირობითად გაათავისუფლეს, მას შემდეგ რაც მხოლოდ 6 წელი მოიხადა მძიმე დანაშაულისთვის, ოჯახური ძალადობისთვის, უკანონო თავისუფლების აღკვეთისთვის და საკომუნიკაციო მოწყობილობის არასწორი გამოყენებისთვის. ის ამ საქმეში საქმისთვის საინტერესო პირადაა დასახელებული, თუმცა ოფიციალურ ანგარიშებში ეჭვმიტანილად არ არის მოხსენიებული. მარი ლანსის გაუჩინარებაში დანაშაულებრივ ქმედებაზე ეჭობენ და ის კვლავ უგზო-უგლოდ დაკარგულად ითვლება. ის კლასიფიცირებულია როგორც საფრთხეში მყოფი და დაკარგული, ხოლო მისი საქმე ჯერ კიდევ გაუხსნელია. 29 წლის მარი ლანს ჰქონდა ყავისფერი თმა და ყავისფერი თვალები. მისი სიმაღლე იყო 5 ფუტი და 6 დუიმი, ხოლო წონა დაახლოებით 160 ფუნტი. მას ჰქონდა გახრეტილი ყურები და ჭიპი. მას მარცხენა ხელზე გამორჩეული ნაიარევი აქვს, რომელიც პოლიომიელიტის ვაქცინაციის შედეგია. და ამბობდნენ, რომ კითხვისას ყავისფერ სათვალეს ატარებდა. მის მარჯვენა ყურის ბიბილო გახეულია და ცნობილია, რომ ბოლოს მას ეცვა ლურჯი სამედიცინო ფორმის ზედა, რომელზეც ან სათამაშო დათუნიას, ან სპონჯბობის გამოსახულება იყო. ასევე მუქი ლურჯი სამედიცინო ფორმის შარვალი, ჩასაცმელი სპორტული ფეხსაცმელი, ყავისფერი ქურთუკი და თან ჰქონდა თეთრი ბადისებრი ჩანთა. ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელი შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ მარშალის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 26 97 81 25 96. 6. ნომერი პირველი. Craig Steve Kinnery დაიბადა 1961 წლის 9 მაისს, ხოლო 2004 წელს ის დაქორწინებული იყო და ცხოვრობდა მისურიში. ამას გარდა მისი წარსულისა და პირადი ისტორიის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, ხოლო შემდეგი დოკუმენტირებული მოვლენა მისი მოულოდნელი გაუჩინარებაა, რამაც ოჯახი საყვარელი ადამიანის ძიებაში დატოვა გატეხილი. 2004 წლის 3 მარტს 42 წლის კრეიგი გაემართა ვაშინგტონის, მისურის ფრემონტის ქუჩის 700-ე ბლოკში, რათა დედა მოენახულებინა. რამდენიმე საათის სტუმრობის შემდეგ კრეიგმა დატოვა დედის სახლი და უთხრა მას, რომ დინარეში გასართობა დაპირებდა გადახდომას. მან დაურეკა თავის ცოლს და იგივე უთხრა. დინარე, რომელსაც ის გულისხმობდა, იყო მდინარე მისური, რომელიც მდებარეობს ფრემონტის ქუჩიდან დაახლოებით 9 მილის ჩრდილო-აღმოსავლეთით. კრეიგმა თავისი ყველა პირადი ნივთი დედასთან დატოვა და წავიდა, მაგრამ უცნობია მიაღწია თუ არა მან დინარეს, ან მართლა აპირებდა თუ არა იქ წასვლას. მას შემდეგ არავის უნახავს, ან გაუგონია მისი ამბავი. როდესაც იმ საღამოს სახლში არ დაბრუნდა, ის მისი დაკარგვის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტს. გაცნობიერებულმა, რომ დაკარგული ადამიანის შესაძლოა საფრთხეში იყოს, დაუყოვნებლივ დაიწყო საძიებო და სამაშველო ოპერაცია, თუმცა ხელისუფლებამ მისი კვალი ვერ სადიპოვა. მისი გაუჩინარების გარემოებები გაურკვეველია, ხოლო კრეიგის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. სამართალდამცველებმა მას შემდეგ ის საფრთხეში მყოფ და დაკარგულ პირად დაარეგისტრირეს, ხოლო მისი საქმე კვლავ გაუხსნელად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას სთხოვეს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ამ საქმეში დახმარება შეძლებდა, არანაირი კვალი არ გამოჩენილა და ოჯახი ამ განსაცდელით გატეხილია. Craig Kinnery აღწერილია როგორც ყავისფერთმიანი და ცისფერთვალება. ის არის 5 ფუტი და 5 დუიმის სიმაღლის და იწონის დაახლოებით 135 ფუნტს. მას აქვს თატუები მარჯვენა მაჯაზე, მარჯვენა მხარზე, ენა მხარზე და კიდევ რამდენიმე ადგილას. დაკარგული მამაკაცის დედის თქმით, ბოლოს ის ნახეს ცისფერი ჯინსებით, თურქუზისფერი სპორტული ზედით და ღია ფერის ქუდით. ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 6 36 9 30 1057. დიდი მადლობა ყველას ყურებისთვის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააწექით ლაიკის რილაქს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დააჭიროთ შეტყობინების ზარს, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 Announce და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.